ჟიულის შარტავა და აფხაზეთის კონფლიქტი. ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა. ეროვნული გმირის 80 წლის იუბილისადმი მიწვდომილ ღონისძიებაზე გაიხსენეს მის მიერ განვლილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გზა. გამომსვლელებმა ისაუბრეს მასზე როგორც სახელმწიფოებრიობის, ერის და საზოგადოების ერთიანობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითზე. აღინიშნა, რომ 2024 წელი ჟიულის შარტავას საიუბილეო წელია და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია მისი სახელის უკვდავსაყოფად. მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოხსენება, რომელიც წარმოადგინა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა დაზმირ ჯოჯუამ. ფაქტობრივად მოხსენება გახლავთ ჟიულის მოღვაწეობის, აი ბოლო თვეების განმავლობაში მისი მოღვაწეობის მეცნიერული ანალიზი, მისი სამშვიდობო გეგმები, რა გეგმები იყო, რა განხორციელდა, რა ვერ განხორციელდა, რატომ ვერ განხორციელდა და რა მნიშვნელობა აქვს ამ იდეებს ხვალისთვის და ზეგისთვის, როდესაც ჩვენ კვლავ მოგვიწევს აფხაზებთან ერთად ჩვენს მომავალზე მსჯელობა. აფხაზეთის ომის ჩასაქრობად ჩავიდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და დღეს ჩვენ გვაქვს შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენ მისი საოცარი თავგანწირვის კვალობაზე ხვალ აფხაზურ ქართული ჩატეხილი ხიდი, სათვის ეს მაგალითი ცუდად თუ არ ჟღერს, გამოვიყენოთ. მისი საგრილის უდავყოფა არ არის თქვა თარიღებთან დაკავშირებული, არ იქნება მის დაბადებისა და სიკვდილის დღეებთან დაკავშირებული, ეს არის მუდმივი და პერმანენტული პატივმიგება და მაგალითი იმ ახალგაზრდობისათვის, რომელიც მოდიან ჩვენს მერე და რომელმაც იცოდეს უნდა ვინ იყო და რა გააკეთა ჟიულის შარტავამ. კიდევ ერთხელ ესე იგი ხაზი გაუსვით ამ დიდი ადამიანის ღვაწლმოსილებას ზოგადად საქართველოსთვის, კონკრეტულად აფხაზეთისთვის, მისი როგორც ეროვნული გმირის სახე არის იგი მომავალში ძალიან დიდი რესურსის და პოტენციალის მქონე, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ისევე ესე იგი იმის თვალსაზრისით, რომ ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს აფხაზეთი, ის რაც მოხდა აფხაზეთში ამ რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ის რომ ჟიულის შარტავა არის მარადისობაში გადასული უშრეთი მემკვიდრეობა.